მოგესალმებით მეგობრებო, ქრისტიანებთან შეგეწიოთ უფალი ღმერთი და ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და ღმერთმა დაგლოცოთ საქართველოს და მშვიდობა მისცეს ქართველებს, რამე თუ მშვიდობა არის ის აუცილებელი პირობა, რომლის დროსაც განვითარდება და შეიძლება განვითარება როგორც ქვეყნის, ისე ჩვენი ახალგაზრდობის მომავალი კეთილდღეობის. ჩვენი გადაცემა დიდი ხანია 2024 წლის დეკემბრიდან არ გასულა. მე ამ გადაცემის ავტორი მოდის გიხდით იმისთვის, რომ თითქმის 6 თვეა არ გასულა ეს გადაცემა და ამას ჰქონდა როგორც სუბიექტური, ასე ობიექტური მიზეზები და მე ჩამოგითვლით ამ სუბიექტურ და ობიექტურ მიზეზებს. პირველ რიგში 2024 წლის დეკემბერში, როდესაც ცოტა ხნით შევისვენეთ და გადაწყვეტილი მქონდა, რომ გადაცემა გამეგრძელებინა შენხარჩევი ბატონი ქრისტეშობის დღესასწაულის შემდეგ პირადი ოჯახური პრობლემების გამო, რაღაც გარემოებათა გამო და შემდეგ იმ გარემოების გამო, რომ მინდოდა სერიოზული დაკვირვება მეწარმოებინა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მოქმედებებზე და შემეფასებინა ხელისუფლების მოქმედებები იმ თვალსაზრისით, რომ რას აპირებს და რას აკეთებს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება, ამ თვალსაზრისით გარკვეული პერიოდი, ასე ვთქვათ, ვაწარმოე დაკვირვება და შევისწავლე ხელისუფლების მოქმედებები და შევისწავლე ხელისუფლების ნაბიჯები იმ თვალსაზრისით, თუ რას აკეთებს ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ, შევდგეთ როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული, ეროვნული, ქართული სახელმწიფო. ამ ჩემმა მრავალმხრივმა დაკვირვებებმა და მრავალმხრივმა მცდელობებმა გამოიღო თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები, რომელმაც მიმიყვანა იქამდე, რომ დღევანდელი გადაცემა ამ ფორმატში, რა ფორმატშიც ახლა შემდეგში მოგახსენებთ, გავაკეთო და შემდეგში ჩემ გადაცემის, ამ დღევანდელი გადაცემის მთავარი მიზანი არის, როგორც ყოველთვის, ყველა ჩემ გადაცემაში მე ვამბობ სიმართლეს, ვამბობ შეულამაზებელ სიმართლეს, ვამბობ მკაცრ რეალობას და ისეთ სიმართლეს, რომელსაც აგერ უკვე 2 წელიწადია გადაცემა გადის, შეფერხებებით გადის, მაგრამ გადის 2 წელიწადია და ამ გადაცემებში გაჟღერებული ყველა ინფორმაცია არის დამყარებული მტკიცებულებებზე, ამჟამადაც მტკიცებულებებით ვარ მოსული თქვენთან და ეს მტკიცებულებები იმდენად საშიში და იმდენად მავნეა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რომ ამ მტკიცებულებების მიხედვით ჩვენი ქვეყნის საქმე და ჩვენი სახელმწიფოს, პირდაპირ ვამბობ, ჩვენი სახელმწიფოს არსებობა, არარსებობას ექმნება რეალური ფიზიკური საფრთხე და ჩვენი ერის ყოფნა არ ყოფნას ექმნება რეალური ფიზიკური საფრთხე. და ეს ყველაფერი რო ასეა, ეს დამყარებულია მყარ მტკიცებულებებზე. ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც შეწყდა ჩვენი გადაცემა გარკვეული მიზეზების გამო და მე როგორც აგიხსენით, ვაკვირდებოდი ჩვენი ხელისუფლების მოქმედებებს, თუ რეალურად რას აკეთებდა ჩვენი ხელისუფლება პრაქტიკულ კონტექსტში, მრავალი გარემოება გამოიკვეთა. და მოდი გავყვეთ ამ გარემოებებს და მოვყვეთ ეს გარემოებები მთლიანად და კონტექსტში არ ამოვგლიჯოთ არაფერი, ყველაფერი მოვყვეთ რეალობაში. ამ პერიოდის განმავლობაში გაიგვა, რომ 2025 წლის 27 იანვარს, ანუ ნინოობა დღეს, ჩვენი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა, ბატონმა პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ეკონომიკური და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და აჭარის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ თორნიკე რიშვაძემ დუბაიში ხელი მოაწერეს
მემორანდუმს. ამ მემორანდუმის მიხედვით არაბის შეიხი მუჰამედ რაშიდ ალ-აბარი და მისი კომპანია ემაერ გრუპი, რომელიც არის არაბეთში ბურჯი ხალიფას ამშენებელი და ბევრი სხვა პროექტის ამშენებელი, მათ შორის კუნძული, რომელიც ოკეანეშია, იმის ამშენებელი და პატრონი და ამ შეიხის მეორე სამშენებლო კომპანია იგლი ჰილსი გახდა ბათუმში, გონიოში ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე 250 ჰექტარი გადასცეს ამ არაბ შეიხის კომპანიას და თბილისში ზემო ფანიჭალიდან რომ მივდივართ, ესე იგი ორის ნელაძე რო იყო კონკავშირული ქალაქი, იმ ტერიტორიაზე გადასცეს 150 ჰექტარი. ანუ რეალურად 400 ჰექტარი მიწა მიყიდეს არაბ შეიხს თავისი კომპანიების მეშვეობით და ამას ჩვენმა ხელისუფლებამ დაარქვა, რომ ეს იყო 6 მილიარდი ინვესტიცია. ამ როგორც იტყვიან, ტყუილს მოკლე ფეხი აქო და ამ მოკლევადიან ტყუილს ისევ იმ არაბმა შეიხმა ახადა ფარდა და იყო ტელევიზიით კურიერში გავიდა ოფიციალური ინტერვიუ ამ მუჰამედ რაშიდ ალ-აბართან, სადაც ეს მუჰამედ ალი რაშიდ ბრძანებს, რომ მას ძალიან მოეწონა ბათუმი და აღნიშნავს, რომ ბათუმი არის ბრილიანტი შავი ზღვის სანაპიროზე და ის მზად არის თუ ჩვენი ხელისუფლება გააგრძელებს ჩვენი მიწა-წყლის გაყიდვას, ის მზად არის რომ 100 მილიარდი დოლარი დახარჯოს საქართველოში მეგა პროექტების განსახორციელებლად. ანუ პრაქტიკულად ამ მუჰამედ ალი რაშიდამ გითხრა, რომ თქვენ თუ მომყიდით საქართველოს 100 მილიარდი გამზადებული მაქვს იმისთვის, რომ ვიყიდო. ეს არის ტრაგედია და ამ ტრაგედიის გამო მე მივმართე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ გადმოეცათ ჩემთვის აღნიშნული, ასე რომ ვთქვათ, მემორანდუმის შეთანხმება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამომიგზავნა ოფიციალური პასუხი, რომელშიც წერია, რომ ეხლა არ დავწვიმანდები, მარტში მივმართე და აპრილის შუა რიცხვებში მომივიდა პასუხი და ამ პასუხში წერია, რომ პრემიერ-მინისტრი წერს, რომ მე არ მომიწერიაო ხელი ამ შეთანხმებაზე ხელი მოაწერაო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემო. და ეს დოკუმენტაცია პრემიერ-მინისტრმა გადაუგზავნა მდგრადი განვითარების სამინისტროს. მაგრამ იმისთვის, რომ ეს ამხელა სენსაციური ინფორმაცია არ გახმაურებულიყო, ეკონომიკის სამინისტრომ ეს ინფორმაცია დაგსახსა და გადაუგზავნა სხვადასხვა უწყებებს და დღესაც ეს მოგზაურობს ეს ჩემი შეტანილი მოთხოვნა და დღეს უკვე აგერ 11 მაისია, დღესაც არ არის გაცემული ოფიციალური პასუხი, რომ რა შეთანხმების სანაცვლოდ იქნა გადაცემული 250 ჰექტარი გონიოში და 150 ჰექტარი ზემო ფონიჭალაში ბორის ნელაძის გზაზე. ამ ასე რომ ვთქვათ, უთავბოლო მიმოწერებმა დამარწმუნა მე, რომ ეს რეალურად იყო ხელისუფლების ხელდასხმით და ჩვენი ხელისუფლება საჯაროდ, ამას ხაზს უსვამ, საჯაროდ აგრძელებს საქართველოს მიწა-წყლის, ასე რომ ვთქვათ, პირდაპირ სააუქციონო გზით გაყიდვას უცხო კომპანიებზე და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. და დავინტერესდი გამეგო რა ფორმატით მოქმედებდნენ ეს არაბული კომპანიები და როგორ იგდებდნენ ხელში საქართველოში არსებულ სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს, ბინებს და სხვა ქონებებს. და გავყევი ხაზს, ანუ სამართლებრივ ხაზს გავყევი და მივედი, რომ ამ არაბულ კომპანიებს აქვთ საქართველოში 5 შვილობილი კომპანია. ამ არაბული კომპანიების 5 შვილობილი კომპანია არის შპს იორკთაუნი,
შპს ლამერი, შპს ნიუ მცხეთა, შპს ლისივიუ და შპს დიპლომატიკი. ახლა ვინ არიან ამათი დამფუძნებლები? ეს კომპანიები საერთო ჯამში თავმოყრილია ერთ დიდ კონსორციუმში, რომელიც არის York Holding Group-ი და რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამ York Holding Group-ის ამ კონსორციუმის ეხლა გეტყვით მისი საკადასტრო კოდი არის 53.08.00.733. დანარჩენ საკადასტრო კოდებსაც გეტყვით შპს Yorktown-ი 40.94.88.486, შპს ლამერი 40.94.88.753, შპს ნიუ მცხეთა 40.94.88.761, შპს ლისივიუ 40.94.88.789 და შპს დიპლომატიკი 40.94.88.832, რომელიც თავმოყრილია ეს ხუთი კომპანია კონსორციუმში შპს York Holding Group. ამ ყველაფრის დამფუძნებლები არიან არაბი მოქალაქეები, რომლებიც არიან ეგვიპტის მოქალაქეები და ერთ-ერთი მათგანი რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, არის ოსამა ბინ ლადენის ოჯახის წევრი, ანუ ბიძაშვილი. გაგიკვირდებათ და როგორ აღმოჩნდა ოსამა ბინ ლადენის ბიძაშვილი საქართველოში უძრავი ქონების ამხელა ქონების პატრონი და რატომ ამის შესახებ არ არის, ასე რომ ვთქვათ, საქმის კურსში, ან არის საქმის კურსში საქართველოს უშიშროების სამსახური, მაგრამ არაფერს არ აკეთებს, ეს საკითხი დასასმელია, მაგრამ არავინ არ იცის რა პასუხი უნდა იქნას გაცემული. კომპანიის დამფუძნებლები არიან ორი არაბი მოქალაქე, ამრ გამალ აბდელათი აბდელგანი და ხალედ ოსამა მაჰმუდ მუჰამედ ოსამა. შუათაშორის უნდა იცოდეთ, რომ არაბული გვარსახელები წარმოიშობა მამის სახელისა და მამის ნათესაობის, ანუ პაპა, მამა და ასე შემდეგ ამის მიხედვით, ანუ ეს კაცი თავისი წარმომავლობით ადასტურებს, რომ არის ოსამა ბინ ლადენის ნათესავი, იმიტომ რომ ოსამა არის გვარის ძირითადი მდგენელი. ყველა ბინ ლადენის შთამომავალი იყო გვარით ოსამა. ასე რომ საქართველოში უძრავი ქონების ძალიან დიდ კონსორციუმს ფლობს ტერორისტის ბიძაშვილი და საქართველოს სპეცსამსახურებს ძინავს. მაგრამ რომ ფლობს და ძინავს ეს სხვა საკითხია, ახლა მე თქვენ ჩაგაყენებთ საქმის კურსში, რა ქონებას ფლობს ეს 6 ამჟამად უკვე 5 არაბული კომპანია. ამოვიღე ამჟამად ხელში მიჭირავს, აქ ფიზიკურად ვერ წამოვიღე, იმიტომ რომ ერთი მეშოკი მასალა არის 1800 ამონაწერი, რომელიც არის ამ 5 ფირმის საკუთრებაში. ამ 1800 ამონაწერში არის 755 მიწის ნაკვეთი, 755 მიწის ნაკვეთი, რომლის საერთო რაოდენობა არის 128 ჰექტარი და ეს 128 ჰექტარი მიწა ამ არაბულ კომპანიებს ნაყიდი აქვთ ჩამოგითვლით ტერიტორიებს წილკანი, მუხრანი, დუშეთი, ბაზალეთი. კონკრეტულად ბაზალეთში სადღაც 470 მიწის ნაკვეთი არის. ბაზალეთის ტბიდან 3 კილომეტრში არის რადიოსადგურის დასახლება, ანუ ანტენები რო დგას დიდი იმის სალოკაციო, იმ გაყოლებაზე 470 მიწის ნაკვეთი არის დაყოფილი ნაწილებად და სხვადასხვა რაოდენობის დაწყებული 950 კვადრატიდან დამთავრებული 5800 კვადრატამდე სხვადასხვა რაოდენობის მიწის ნაკვეთი 470 არაბ მოქალაქეს აქვს გაფორმებული.
და საერთო ჯამში იგივე ტენდენცია არის წილკანში და იგივე ტენდენცია არის მუხრანში. საერთო ჯამში 755 მიწის ნაკვეთი ნაწილებად დაყოფილი შეადგენს 128 ჰექტარ მიწას. 128 ჰექტარი მიწა აქვს ნაყიდი ამ 5 არაბულ კომპანიას და ეს მიწები გადაფორმებულია უკვე ფიზიკურად, გადაფორმებულია შენ ხარ ჩემი ბატონი ამ არაბ მოქალაქეებზე და 1840 ამონაწერი მიჭირავს ხელში, რომელიც ფიზიკურად ვერ წამოვიღე, იმიტომ რომ ძალიან დიდია მასა და ამის გარდა საჯარო რეესტრის მონაცემებით 2400 ქონება კიდევ ამ 1840-ის გარდა 2400 ქონება არის შეტანილი სარეგისტრაციოდ. ანუ ეს 5 არაბული 6 ახლა უკვე არაბული კომპანია რეალურად ფლობს საქართველოში სადღაც 4000-მდე ქონებას და მათ შორის არის ჯერ რაც ცნობილია უკვე 128 ჰექტარი, რომელიც არის მუხრანში, წილკანში და დუშეთში და ბაზალეთის ტბასთან. სვამ კითხვას ეს კითხვა არის ძალიან მარტივი და გასაგები. სვამ კითხვას და ამ კითხვას უნდა კონკრეტული პასუხი გაეცეს. მოდის ვიხდი. ამ კითხვას უნდა გაეცეს კონკრეტული პასუხი ჩვენი კანონმდებლობით, საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მიწა წარმოადგენს სტრატეგიული დანიშნულების ობიექტს და მისი გაყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ შეიძლება. სვამ კითხვას საქართველოს კანონმდებლობით რომ მიწის გაყიდვა არ შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, ეს ნიშნავს მარტივად იმას, რომ ეს არაბი მოქალაქეები, რომელიც საქართველოში ამ მიწის ნაკვეთებს საკუთრებაში ფლობენ, ესენი ამ მიწებს ვერ გაიფორმებდნენ, თუ მათ ეს მიწები არ გაუფორმა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში მოკალათებულმა კორუმპირებულმა პირებმა. ფიზიკურად ვერ დაირეგისტრირებდნენ. ანუ ეხლა ხაზი რო გაუშვათ, რო იცოდეთ, ამ მიწების უმეტესობა დარეგისტრირებულია 2013 წლის აქით, ანუ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და დიდი ნაწილი დარეგისტრირებულია 2017 წლიდან 2024 წლამდე. ანუ ახლა ამას რამდენადაც არ უნდა გვინდოდეს, მე არ ვარ ნაციონალური მოძრაობის მომხრე და არ უჭერ მხარს, რა თქმა უნდა, ნაციონალურ მოძრაობას და არც კოლექტიურ ნაცმოძრაობას, არასდროს არ დაუჭერ მხარს ამ ლიბერასტულ პოლიტიკურ მიმდინარეობებს, თუმცა სიმართლე სინათლეაო ნათქვამია და ფაქტს ვერ გავექცევით, რომ 2013 წლიდან 2017 წლამდე მიმდინარეობდა ამის ცოტ-ცოტაობით გაფორმება და 2017 წლიდან უკვე 2024 წლამდე მასობრივად, ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, მასობრივად მიმდინარეობს ამ მიწის ნაკვეთების გაფორმება უცხო ქვეყნის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რამაც გამოიღო საშინელი სამართლებრივი შედეგი, რომ ვიღაცებმა საქართველოს ხელისუფლებაში და ეს ვიღაცები არ არიან უბრალოდ თანამდებობის პირები, იმიტომ რომ თანამდებობის მიხედვით ჩვენი მიწის გაყიდვა აკრძალულია, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ მუხრანში, წილკანში და ბაზალეთზე და დუშეთში და არა მარტო მან საქართველოს დაახლოებით 30 ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში სხვადასხვა კუთხეში არის 100,000-ობით კი არა, 100,000-ობით ქონება გაფორმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, ფიზიკურ პირებზე, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში ხელისუფლებაში მოკალათებულია კორუმპირებული ნაწილი, რომელიც ამ ყველაფერს ხელს აფარებს და აფორმებს.
და ეს ტენდენცია იმდენად საშიში არის, რომ მე ჩემ თავშუფლება მივეცი, რომ ეს ყველაფერი მიმეტანა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებამდე და არაერთი შეხვედრა მქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით და პრაქტიკულად არც ერთმა შეხვედრამ არ გამოიღო შედეგი და არაერთი მცდელობა მქონდა სხვადასხვა უწყებების მიხედვით, რომ ხელისუფლებას ეს ყველაფერი შეეჩერებინა და პასუხი იყო ამაზრზენი. ამ ამაზრზენმა პასუხმა ესეთი შედეგი გამოიღო, რომ მე მითხრეს და გამაფრთხილეს, რომ მე არ უნდა ჩავერიო ხელისუფლების საქმეში, იმიტომ რომ თურმე ხელისუფლებამ უფრო კარგად იცის რას აკეთებს და არ უნდა ჩავერიო და მე უნდა ვაკეთო ჩემი საქმე. ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას კაცრად აქვს აღებული კურსი დენაციონალიზაციის, მიმდინარეობს საქართველოს დეპოპულაცია. დეპოპულაცია ნიშნავს ქართველი ერის გამოხშირვას და ჩანაცვლებას სხვა ერებით. ეს რომ ასეა, ამას ადასტურებს ოფიციალური დოკუმენტაცია. აი, ერთ-ერთი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ ხდება ჩვენი ქვეყნის დეპოპულაცია და დენაციონალიზაცია, ერთ-ერთი დოკუმენტი არის ესეთი, რომელსაც დიდი ხნის წინ გაგაცანით, რომ მარტო სამმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გიორგი მარგველაშვილმა და სალომე ზურაბიშვილმა სხვადასხვა დროს 2003 წლიდან 2013 წლამდე მიხეილ სააკაშვილმა მიანიჭა 53,118 პირს საქართველოს მოქალაქეობა და სალომემ და მარგველაშვილმა მიანიჭა 29,326 პირს საქართველოს მოქალაქეობა. ეს მარტო მოქალაქეობა და არც ერთი მათგანი არ არის დაკავშირებული ისტორიულად საქართველოსთან, არაფრით. მეორე სტატისტიკური საშინელება, რომელსაც თქვენ უნდა იცნობდეთ, არის რომ 2014, უკვე ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში, 2014-2024 წლების განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაცემული ბინადრობის რებართვების რაოდენობა შეადგენს 213,165-ს. მას შემდეგ, რა თქმა უნდა, ერთი წელი გავიდა და კიდევ უფრო მეტად გაიზრდებოდა ეს ბინადრობის მოწმობების რაოდენობა. ეხლა წარმოგიდგენთ ისეთ მონაცემებს, რომელიც შოქში ჩაგაგდებთ და წინასწარ გიხდით ბოდის. გამოვითხოვე სტატისტიკის ოფიციალური დოკუმენტაცია და მოვითხოვე საქართველოში ცოცხალ დაბადებული მოქალაქეების შესახებ, რომელთა მშობელი ერთი ან ორივე არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და დემოგრაფიულ საშინელებას გეტყვით. ჩემ დააკვირდით, როგორ მიმდინარეობს ქართველი ერის დეპოპულაცია, ანუ გადაშენების გზაზე დაყენება. 2014 წელს საქართველოში ცოცხალ დაბადებული ბავშვების რაოდენობა იყო 60,635, 2015 წელში 58,259, 2016 წელში 56,599, 2017 წელში 53,293, 2018 წელში 51,128, 2019 წელში 48,296, 2020 წელში 46,520, 2021 წელში 45,946, 2022 წელში 42,319, 2023 წელში 40,214 და მიაქციეთ ყურადღება, რომ საქართველოში დაბადებული ბავშვების რაოდენობა საერთო ჯამში არასდროს ჩამოცდენია მთელი აი ამ საუკუნეების განმავლობაში არასდროს ჩამოცდენია 40,000-იან ნიშნულს და 2024 წელში დაიბადა 39,493, ანუ 40,000-იან ნიშნულს ჩამოსცდა და გარდაიცვალა სულ 43,687 კაცი
და საერთო ჯამში უარყოფითმა ბალანსმა შეადგინა 4488 კაცი. ანუ უარყოფითი ბალანსი ნიშნავს, რომ კლებაში წავედით 2024 წელს 4488 კაცით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. მაგრამ აქ არის კიდევ უფრო დიდი საშინელება იმ სტატისტიკის მიხედვით, რამდენი არის, რომ ჩვენთან საქართველოში რამდენია უცხო ქვეყნის მოქალაქე, ერთი ან ორივე მშობელი რო არის და ეხლა გაგაცნობთ ამას. 2014 წელს დაიბადა ორივე ქვეყნის უცხო ქვეყნის მოქალაქე არის 360, მხოლოდ დედა უცხო ქვეყნის მოქალაქე 583, მხოლოდ მამა უცხო ქვეყნის მოქალაქე 629. ეს საერთო ჯამში გამოვიდა 1640 კაცი მარტო ერთ წელიწადში. იგივე მდგომარეობა და უფრო უარესი არის 2015 წელში 319, 659, 657, 2016 წელში 468, 703, 688, 2017 წელში 623, 684, 696, 2018 წელში 759, 674, 717, 2019 წელში ნენელა იმატებს 815, 726, 692, 2020 წელში 300, 760, 569, 2021 წელში 280, 683, 683 და 2022 წელში 647, 729, ახლა უკვე მამა რო არის უცხო ქვეყნის მოქალაქე 1217 და 2023 წელში 873, 785, 1453 და უკვე 2024 წელში 1540 ორივე ქვეყნის უცხო ქვეყნის მოქალაქე, 812 მარტო დედა და 1828 რო მამა უცხო ქვეყნის მოქალაქე და ამათმა საერთო რაოდენობამ ერთად აღებულმა შეადგინა კოლოსალური რიცხვი. მაგრამ უფრო დიდი სტატისტიკური საშინელება არსებობს კიდევ, რომლის გასაჯაროებასაც ჩვენი ხელისუფლება არ ცდილობს და ეს არის საქართველოდან გასული ემიგრანტების და საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა. ეხლა რამდენია საქართველოში შემოსული ეს მოგახსენოთ. 2012 წელს 60,307, 2013 წელს 66,802, 2014 წელს 69,345, 2015 წელს 67,452, 2016 წელს 64,705, 2017 წელს 67,279, 2018 წელს 76,367, 2019 წელს 81,978, 2020 წელს 43,348, 2021 წელს 80,851, 2022 წელს 100,802 და 2023 წელს 170,480 კაცი. ამას თუ შევასაბამებთ საქართველოდან გასული მოქალაქეების რაოდენობას, საქართველოდან ამ წლებში ოფიციალურად გასულია და საქართველოში არ დაბრუნებულა 864,690 კაცი. რაც იმას ნიშნავს, რომ შემოსული მოქალაქეების რაოდენობა ამ წლების განმავლობაში შეადგინა სადღაც 676,000 კაცზე მეტი. ამას რომ დავამატოთ შენ ხარ ჩემი ბატონი ბინადრობა მიღებული მოქალაქეების რაოდენობა, ეს რაოდენობა აჭარბებს საქართველოდან გასული მოქალაქეების რაოდენობას და 920,000 კაცს შეადგენს. ეს რაც ოფიციალური სტატისტიკა არის და აქ ლევად შემოპარული და სადმეიდან გადმოპარულ ხალხზე აღარ არის ლაპარაკი. ანუ თვალნათლივი არის, რაც ოფიციალური სტატისტიკით მოგაწოდეთ, რომ საქართველოში არის ძალიან საშინელი, შეიძლება ითქვას უსაშინელესი მდგომარეობა, როგორც ჩვენი ქვეყნის მიწაწყლის გაყიდვის,
ასევე საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლისა და აქ ცხოვრების ოფიციალური სტატისტიკა არის მისული კატასტროფულ ნიშნულზე. კატასტროფულ ნიშნულზეა ლაპარაკი, აქ არ არის ლაპარაკი სათამაშო რიცხვებზე, აქ არ არის ლაპარაკი რაღაცა 100 და 200 და კიდაც 1000 და 2000 კაცზე, აქ არის ლაპარაკი უკვე მილიონზე და ეს მილიონი ადამიანი, თითქმის მილიონი ადამიანი, რომელიც უკვე არის საქართველოში შემოსული და დასახლებული, საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ანუ ჩვენ გვიდგას, რამდენიც არ უნდა საშიში იყოს ამის თქმა და ვერავინ ბედავს ამის თქმას, ჩვენ გვიდგას დემოგრაფიული გადაშენებისა და სახელმწიფოებრივი, როგორც სახელმწიფოს ქვეყნის გაქრობის ფიზიკური საფრთხე. და ეს საფრთხე რეალურია და ამ საფრთხეს ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება პირდაპირ. და მე მოდის მოგიხდით ერთ წუთში დაგიბრუნდებით. მოდის მოგიხდით საზოგადოებას იმისთვის, რომ დამემტკიცებინა, რომ ნამდვილად ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება უწყობს ამ დემოგრაფიულ კატასტროფას ხელს. და ეს ყველაფერი არ მომიგონია და დოკუმენტალურ მტკიცებულებაზეა დაყრდნობილი. მე ამოვიღე და წამოვიღე ოფიციალური დოკუმენტის ოფიციალური ნომრები და ეხლა წაგიკითხავთ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 17 აპრილის დადგენილებით შევიდა ცვლილება 2015 წლის 5 ივნისის ნომერ 526 დადგენილებაში, რომელიც განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების, უცხო სახელმწიფოების მოქალაქეების საქართველოში უვიზოთ შემოსვლის ჩამონათვალს. ჯერ გაგაცნობთ, რომ 2015 წლის 5 ივნისის ნომერ 526 დადგენილებაში, რომლებიც უვიზოთ შემოსვლას ითვალისწინებენ 94 ქვეყანა იყო შეტანილი და 94 ქვეყნიდან ცივილიზებულ ქვეყნებზე არ არის ლაპარაკი, ისეთ ქვეყნებზე იყო ლაპარაკი, რომელსაც ახლა წაგიკითხავთ ჯერ 2015 წლის დადგენილებაში. და მე რა დაემატა 2025 წლის 17 აპრილის დადგენილებით, ამასაც წაგიკითხავთ. 2015 წლის 5 ივნისის ნომერ 526 დადგენილებაში შეტანილია ასეთი ქვეყნები: ანდორა, ანტიგუა და ბარბადოა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბარბადოსი, ბაჰრეინის სასულთნო, ბაჰამა, ბელიზი, ბოტსვანა, ბრუნეი, დომენიკის რესპუბლიკა, ელ-სალვადორი, ეკვადორი, ყატარი, კორეა, კოსტა-რიკა და კორსიკა, ლიბანი, მავრიკის კუნძულები, ომანის სასულთნო, პანამა, სან-მარინო, საუდის არაბეთი, პოლინეზია, სეიშელის კუნძულები, სენ-ვინსენტი, სინგაპური, ტაილანდი, ქუვეითი, ჰონდურასი, იორდანიის ჰაშემიტური სასულთნო და ჩინეთი. წარმოგიდგინეთ ახლა ქვეყნები, რომელთა ფიზიკური ამ მოქალაქეების საქართველოში ფიზიკური ყოფნა, შემოსვლა თან უვიზოთ წარმოადგენს გაურკვეველ საშიშროებას, იმიტომ რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს არანაირი ისტორიული ბმა ან რაიმე საჭიროება საქართველოში ყოფნის არ აქვთ და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღვიხსნას, რატომ ჰქონდა 2015 წლიდან ამ ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოთ შემოსვლის უფლება, მაგრამ უფრო დიდ ტრაგედიაში შევედით ახლა. 2025 წლის 17 აპრილიდან
დადგენილებით უკვე 2025 წლის 17 მაისს შედის ეს დადგენილება ძალაში, ანუ სულ რამდენიმე დღეში ერთი კვირა არის უკვე დარჩენილი ამ 94 ქვეყანას, რომელთა მოქალაქეებიც უვიზოდ შემოდიან საქართველოში, დაემატა ტერორისტული ქვეყნები და ნარკოტრაფიკით განთქმული დიდი ნარკომოაჭრე ქვეყნები, რომელიც მართლა საკითხავია საქართველოს ხელისუფლებისთვის დავშვათ შეკითხვა, რა პრივილეგიის გამო მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს მიეცათ საქართველოში უვიზო შემოსვლის უფლება. თუმცა არაოფიციალურად ვიცი და ამის მტკიცებულება არ არსებობს, იმიტომ რომ ხელისუფლება ამას არ გაასაჯაროებს. ხელისუფლებამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეასრულა ევროპის deep state-ის დავალება და საქართველოში აზიური ქვეყნებიდან დევნილი, ასე რომ ვთქვათ, მიგრანტები ამ დადგენილებით გააправა. ლაპარაკია არაოფიციალურად შემოსულ 560,000 კაცი. და ეხლა გეტყვით, რომელი ქვეყნებზეა ლაპარაკი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამ მისცა უვიზო შემოსვლის უფლება ისეთ ტერორისტულ ქვეყნებს და ნარკოტრაფიკით განთქმულს, როგორიც არის ავღანეთი, ბანგლადეში, განა, ეთიოპია, ერიტრეა, იემენი, კამერუნი, კოტ-დ'ივუარი, კონგო, ნიგერია, პაკისტანის ისლამური სახელმწიფო, სომალი, სირია, სუდანი, ტანზანია, უგანდა, კამერუნი. ეხლა ვიღაცამ ამის ცნას. ამას მთელი გულწრფელობით ვკითხულობ. ეს არ არის სახუმარო საკითხი. წინათ რა ქვეყნებიც აკითხეთ, იმ ქვეყნების მოქალაქეების საქართველოში უვიზოდ შემოსვლა დიდ კითხვით ნიშანს იწვევს, იმიტომ რომ თუ საუბრობთ იმაზე, რომ საქართველოში ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს, აქ წინათ ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლა ტურიზმს ვერ განავითარებს. იმიტომ რომ ბევრი მათგანი ფიზიკურად იმდენად ეკონომიკურად გაღატაკებულია, რომ ისინი აქ რამის სათხოვნელად თუ ჩამოვლენ, რომ შევიფაროთ, თორემ აქეთ რამის დამხარჯველები არ არიან. მაგრამ ახლა რაც 25 წლის 17 აპრილს მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, რაც ჩამოვთვალე ეს ტერორისტული ქვეყნები და ნარკოტრაფიკით განთქმული ქვეყნები. ამ ქვეყნების მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა უვიზოდ. ვიზიტაც რომ იყოს, მაშინაც არ უნდა შემოუშვა. ვიზიტაც. იმიტომ რომ არავინ არ იცის, რომელი ტერორისტული დაჯგუფების წევრი შემოგეპარება და რომელი ტერორისტული დაჯგუფების წევრი დაგისახდება საქართველოში და შემდეგ რა ტერორისტულ აქტს მოგიწყობს. გაგახსენებთ, სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომ სამ სავაჭრო ცენტრში მზადდებოდა ტერორისტული აქტი აფეთქება. შემთხვევით ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ ამერიკის საელჩო და ბევრი სხვა ქვეყანა ცდილობს, რომ საქართველოში მოხდეს ტერორისტული აქტი და ეს სპეციალურად ხო არ მიაღებინეს ეს დადგენილება, რომ ასეთი ტიპის ტერორისტები შემოაპარონ საქართველოში და გამოიწვიონ საქართველოში. საქართველო არის კავკასიის ცენტრი. საქართველოში ნებისმიერი არეულობის მოწყობა ნიშნავს მთელი კავკასიის არეულობას და ეს აწყობს deep states. რო იძახიან deep states ვებძვითო. საქართველოს ხელისუფლება deep states კი არ ებძვის, საქართველოს ხელისუფლება თვითონ არის deep state. ახლა ვინმე რამე თუ გინდა თქვას, აი რაც ჩამოგითვალეთ აგერ. აი ამ ქვეყნების მოქალაქეების საქართველოში უვიზოდ შემოშვება და თან ამ ქვეყნებში დამატება იმ 17 ქვეყნის, რომელიც აშკარად ტერორისტული მიდრეკილებისკენ არიან და ნარკოტრაფიკისკენ, ეს მტრობაა. თქვენ რამდენადაც არ უნდა ცუდად გამიგოთ,
და თქვათ რომ მე ვებრძვი ხელისუფლებას, დიახ, მე შევებრძოლები იმ ხელისუფლებას, რომელიც ჩემ ქვეყანაში ჩამოასახლებს და დაასახლებს ჩემი ქვეყნის ისტორიულ მტრებს, ტერორისტებს და ნარკოტიკების რეალიზატორებს. დიახ, მე ვებრძვი ასეთ ხელისუფლებას, რომელიც აი ამას აკეთებს ოფიციალურად და დიახ, მე ვებრძვი იმ ხელისუფლებას, რომელიც ამ არაბულ კომპანიებს და მუჰამედ ალი რაშიდ ალ-აბარის შეიხს 100,000-ობით ჰექტარ მიწას აძლევს საქართველოში, იმის სანაცვლოდ, რომ თვითონ მილიონობით ფული ჩაიგიბოს ჯიბეში. თქვენ არ ხართ ღირსი ჩემი ქვეყნის ხელისუფლებაში ყოფნის, იმიტომ რომ ამ მოცემულობის მიხედვით მტრები ხართ საქართველოში. და მტრები რომ ხართ, ამაში დარწმუნდებით, როდესაც ეს ამ ქვეყნის მოქალაქეები, ვინც თქვენ შემოუშვით უკვე საქართველოში და რომელზეც ყიდით საქართველოს მიწას, ესენი რომ დაგისახლდებიან საქართველოში და ესენი რომ თქვენ შვილებს მოსამსახურეებად დაიყენებენ, ტყუილად გგონია თქვენ რომ დღეს თანამდებობებზე ხართ და ეს არ მოხდება. დიახ, ბატონებო, აი ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც თქვენ ყიდით საქართველოს მიწებს და რომლებსაც უშვებთ საქართველოში ასე უპრაგონოდ, იმ ქვეყნის მოქალაქეები თქვენ შვილებს მოსამსახურეებად დაიყენებენ და თქვენ იქნებით დამნაშავეები. ამიტომაც სირცხვილი თქვენ. და მინდა მიმართო ამ გადაცემის მთავარი მიზანი არის მიმართო ქართველ ერს, უშუალოდ ქართველ ერს და არა საქართველოს მოქალაქეებს. დიდი ხნის წინ მე-20 საუკუნის დასაწყისში, მე-19 საუკუნის ბოლოს გაზეთ ივერიაში ილია ჭავჭავაძე წერდა. მე ჩემი თავი ილია ჭავჭავაძის იმ დიდებული ქართველი მოღვაწის აი როიტყვიან იმის ფეხსაცმლის გახსნის ღირსადაც არ მიმაჩნია. მე ერთი ცოდვილი კაცი ვარ და ვცდილობ რომ ჩემი პატარა წვლილი შევიტანო ამ ქვეყნის გადარჩენის საქმეში. მაგრამ დიდი ხნის წინ ილია ჭავჭავაძე წერდა რომ ქართველო ერო შენ გძინავსო. მე ჩემი პუბლიცისტური წერილებითო და ჩემი ნაწარმოებებითო ვცდილებ გამოგაფხიზლო და ამ ძილისგან გამოფხიზლებულიო კი არ დგებიო და საქმეს კი არ აკეთებო. არამედ მეორე გვერდზე გადაბრუნდები და მაგინებო. ვინც ამ ჩემ გადაცემას მოისმენს ახლა, თქვენ შეგიძლიათ მეორე გვერდზე გადაბრუნდეთ და მაგინოთ. ეს თქვენი უფლებაა, მაგრამ მე გეუბნებით რეალობას. ასეთი რეალობის წინაშე ვდგავართ და სანამ ეს რეალობა კატასტროფული შედეგით არ დამთავრებულა, ბატონებო და ქალბატონებო, ძალიან გთხოვთ, გამოფხიზდით, გონზე მოდით, ქვეყანა გვეღუპება, ერი გვეღუპება და ჩვენი ხელისუფლება, დღევანდელი ხელისუფლება ღიად ახორციელებს, ამას ახორციელებდა მიხეილ სააკაშვილი ფარულად. მიხეილ სააკაშვილი იგივე აკეთებდა. მიხეილ სააკაშვილის გაცხადებული პროგრამა იყო სინგაპურიზაცია და სინგაპურიზაცია ის არის რომ სინგაპურში სინგაპურელები არიან სულ 11%, ისიც მოსამსახურე პერსონალი, დანარჩენი ყველაფერი უცხოელებს ეკუთვნით და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ღიად ახორციელებს ქართველი ერის დეპოპულაციას, დენაციონალიზაციას და მათ ჩანაცვლებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებით, რაც საბოლოო ჯამში დამთავრდება კატასტროფით. ამიტომ მე გადავწყვიტე და დიდი მადლობა ამ სტუდიის ავტორს და პატრონს, რომელიც ამის საშუალებას მაძლევს, გადავწყვიტე მოგიწოდოთ, მე გთხოვთ, რომ ვაპირებ გავაკეთო ღია სტუდია, ანუ სტუდია, რომელიც იქნება ღია ყველასთვის და ამ ღია სტუდიის მეშვეობით მოგიწოდოთ ყველას, ვისაც ჩემსავით გული შეგტკივათ ამ ყველაფერზე, მოვბრძანდით ბატონო ღია სტუდიაში და ვილაპარაკოთ იმ საჭიროებო საკითხებზე, რომელზეც მე ვსაუბრობ. სხვა შემთხვევაში ჩვენი ფიზიკური გადაშენება და სახელმწიფოებრივი გაქრობა სამწუხაროდ გარდაუვალია. ეს იყო ჩემი საავტორო გადაცემა.
დიდი მადლობა რომ მომისმინეთ, კარგად გრძანდებოდეთ.